დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, აღმოსავლეთის მცოდნე ვასილ პაპავა. ბატონო ვასილ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახეთ და ჩვენთან მოხვედით და ჩვენი სტუმრის რეგალიაც მოწმობს, რომ ჩვენ ბუნებრივია ვისაუბროთ ახლო აღმოსავლეთზე და ახლო აღმოსავლეთის ცენტრალურ მოვლენაზე, ეს არის ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირება, იმიტომ რომ ის საქმეს ისე უჩანს, რომ ისრაელმა თითქოს გადაინაცვლა რაღაცნაირად უკანა პლანზე, თუმცა არ მგონია, რომ ისრაელის მიზნები ირანის მიმართ შეცვლილი იყოს. ბატონო ვასილ, ჩვენ ველოდით რომ რაღაც უფრო მწვავე ფაზაში გადავიდოდა ეს დაპირისპირება, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ის გადავიდა მოლაპარაკების ფაზაში და ზოგიერთი წყაროს ცნობით ფულის გადარიცხვის შესახებ ირანისთვის ვაშინგტონის მიერ თანხმობა გაცემული იქნა საიდუმლო მოლაპარაკების შედეგად ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ და ფაქტობრივად ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები მორიგდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე და პრინციპში ეს არ არის ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ თქვა სისხლის ზღვრა არ იქნება, თუმცა ძალიან ცუდია, ისევ ცუდი ტენდენცია გამოავლინა, რომ ერთი ბარელი ნავთობი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე. ადამიანების მასობრივმა დახოცვამ ვერ შეაჩერა მხარეები, მაგრამ შეაჩერა იმ ფაქტმა, რომ შეიძლება ძალიან დიდ რებს პრობლემები შექმნოდათ და ძალიან დიდ ქვეყნებს პრობლემები შექმნოდათ ნავთობის გაზრდილი ფასის გამო, სწორედ ფინანსური პრობლემა და ამან რა თქმა უნდა გადაძალა და მხარეები ჩემი აზრით ალბათ აიძულა რომ ერთმანეთს მოლაპარაკებოდნენ და გარდა ამისა კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ ჩვენ საუბრისას მე მაინც მგონია რომ ირანთან ეს დათბობა უნდა განვიხილოთ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე კონტექსტში რომელიც ხდება უკრაინაში და რაღაცნაირად ირანის ერთგვარი მიმხრობაც არის ხო თითქოს იმ ბანაკისკენ რომელიც რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკია მე ყოველ შემთხვევაში ასეთი ეჭვი გამიჩნდა რომ დაწონვის შედეგად ასეთი ფსონი იყო დადებული. მოდი დავიწყოთ იმით როგორ მოხერხდა ირანისა და შეერთებული შტატების დაზავება. ფული ჯოჯოხეთს ანათებს თუ აქ კიდევ არის სხვა რაღაცა მოტივები იკითხება. მოგესალმებით მისავე მოყოლებას. დავისწავლოთ ყველა ელოდა ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ირანის რეჟიმის კოლაფს, მაშინდელი პერიოდის პრესა რო ამოვქეკოთ. ძირითადად დასავლური პრესა. ფაქტიურად ჩამოწერილი იყო ამჟამინდელი თეოკრატიული რეჟიმი და სხვა რეჟიმი უკვე მყარდებოდა და გადაწყვეტილი იყო, იმიტომ რომ ამერიკის მოულევ სამხედრო ფინანსურ და ტექნიკურ უპირატესობას რა უნდა დაუპირისპიროს ახლა ირანმა. ჩვენ ნახეთ რომ ირანმა ამ კუთხით დიდი ვერაფერი ვერ დაუპირისპირა სამხედრო კუთხით. იმიტომ რომ 100%-იანი ბატონობა ჰქონდათ ისრაელს და ამერიკას ირანის ცაზე, მაგრამ არა ხმელეთზე. ხმელეთი არ დაჭირდა. არ დაჭირდათ. ხო, იმიტომ რომ მან სულ სხვა სიტუაციებია ხმელეთის იმაზე. მსელობები იყო. ქურთების აჯანყების იმაზე, ეთნიკური იმაზე არც ერთი მიმართულებით არ გამოვიდა. დავაკრდეთ ახლა როგორი მიდგომა ჰქონდათ ამერიკის ადმინისტრაციას. ჩვენ ახლა იმდენი დრო არ აქვს რომ წინა ის გავიხსენოთ შახის პერიოდიდან საერთოდ. ჩვენ გვისაუბრია ამაზე. გვისაუბრია ხო, მაშინ შეცდენ ხო, მაშინ კარტერის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო შახის რეჟიმის დამხობას. ეგ ბევრი ნიუანსები იყო. ნუ კონტროლიდან გამოვიდა უკვე, მაგია არ იყო ისეთი მოკავშირე როგორც ადრე. თან ირანის ბოლო შახს დიდი წვლილი მიუძღვის ფასების, ნავთობის ფასების გაუთხმაგებაში. ამას ტრანსნაციონალური კორპორაციები არ აბადიებდნენ. მე საუბრობ 73 წლის ნავთობის ემბარგო რო გამოაცხადეს არაბულმა ქვეყნებმა. თუმცა მაჯობია დღევანდელობაზე. ხო, და მე არ ნუ იქი დამოდის დღევანდელი ირანის პრობლემაც. შეიცვალა უბრალოდ კონფიგურაცია. მაშინ იყო ნავთობის ფასებზე არ აპატიეს ამ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, დღეს არ პატიობენ დამოუკიდებელ მოთამაშეს, იმიტომ რომ თუ მაშინ შახის რეჟიმი მაინც მიჯაჭვული იყო, მიუხედავად იმ რეპრესიული სისტემისა, რაც შახის სპეცსამსახურებმა შექმნეს იქ ხო სავაქმა. დღეს ირანი არ არის მიჯაჭვული დასავლეთზე. დღეს შეუძლია დასავლეთ სანქციები დაადოს ირანს და ამით შებოჭოს, მაგრამ შებოჭეს მაქსიმალურად და მეტი რა ქნან ახლა. მეტი რა უნდა უქნან? უნდა ებრძოლონ სხვადასხვა მემართულებებით პროქსი ძალებით. ეომებოდნენ ავღანეთშიც იქ ხაზარელებია ავღანელი შეიტები, ნუ შემდეგ ვიცით რი დასრულდა თალიბანი მოუბრუნდა, აქეთ ერაყშიც, აქეთ სირიაში, ნუ სირიაში დაამარცხეს, გაწყვეტეს ეს წინააღმდეგობის ხერძი
რომელიც ირანი 10 წლები აწყობდა, ეს სახმელეთო დერეფანი, რომ ხმელთაშუა ზღვაზე კონდეთ გასასვლელი და ლიბანთან დასაკავშირებელი ლიბანური ხეზბოლა. და ეხლა ასოსდებენ ლიბანურ ხეზბოლას. აქეთ იემენელი ხუსიტები. ანუ ეს კომპლექსურია, მარტო ირანის იმას არ შემოიფარგლება ეს ირანზე ზეწოლა. სანქციებმა ვერ მიიყვანა იქამდე, რომ ირანის სისტემა ჩამოშლილიყო, როდესაც სხვა ნებისმიერ სახელმწიფო ჩამოიშლებოდა. განსხვავება ის არის, რომ ირანი ნაციონალური სახელმწიფოა იმპერიული აზროვნებით. ამას დაამატეს სპარსული ნაციონალიზმი რელიგიური იმით, ელფერით. სასულიერო პირები მართავენ. მათ სოციალური ბაზა უფრო დიდი აქვთ, როგორც ჩანს, აღმოჩნდა, იმიტომ რომ ასეთი საპროტესტო აქციები, რაც ჩვენ ნახეთ დეკემბერში, ასეთი მასშტაბური და შემდეგ ამ ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის შემდეგ, რომ არ მოხდა ამ საპროტესტო აქციების კიდევ გაორმაგებული იმით, თუ მანამდე გამოდიოდნენ, მე რატო არ გამოვიდნენ, როცა ეს რეპრესიული მანქანის მეთაურები იქნა ლიკვიდირებული. ანუ სხვა მენტალობა მოქმედებს, სხვანაირი ფსიქოლოგიის. ხო, დასავლეთს ყოველთვის ეშლებოდა აღმოსავლეთი აი ამ მენტალობის აბსურდიზმის გამო. მაშინაც შეეშალა შახის რეჟიმის დამხობას რო შეუწყოს ხელი. ეგონათ რომ სასულიერო პირები კაი იქადაგებენ და რაღაც ისლამს გავლენა ექნება. ისე იქადაგეს რომ ძირფესვიანად ამოძირკეს პროდასალური ელიტა და სასულიერო პირები მოვიდნენ შემდეგ ხელისუფლებაში. და მიქარეს და შემდეგ უკვე იქ საელჩო საღებით რა შეურაცხყოფა და რა დამცირება ნახა ამერიკამ არავის არ გაუკეთებია ზარ. ამჯერად დამცირებული არის ამერიკა აი ამ მემორანდუმით რომელსაც და უყურეთ ახლა ეს შარშან ხო მიდიოდა მოლაპარაკებები ირანის ბირთვული საკითხის მოგვარების იმაზე ხო საკითხზე და არწეს ირანს ისრაელმა დაიწყო ამერიკა მე მიუვიერთა. იქ ჩანდა რომ ამერიკას არ უნდოდა ეს მაგრამ ისრაელს თავისთავად ვერ დატოვებდა. ეხლაც აგერ იანვრის დასაწყისში თებერვალშიც მიდიოდა მოლაპარაკებები ისევ დაარტყეს. და ეხლა ასეთ ვითარებაში დობა არ არსებობს, ერთი მანამდეც არ არსებობდა. იმ ფონზე რომ დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შახის დამხობიდან. ირანმა ამერიკის საელჩო აიღო წელიწადნახევარი ამერიკელი დიპლომატები ტყვეობაში ყავდათ. ეს როგორი დამცირება იყო, არც ბოდიში მოუხდია. ხო და თან იმის შემდეგ სულ კონფლიქტური იმაში არიან, ხო, ურთიერთობებში და ასეთ პირობებში დობა რო არ არსებობს ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებები, რაც ახლა გაფორმდა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმი, საინტერესოა. ეს საინტერესო გაუგეს ერთმანეთს. ხო, არა, უბრალოდ გაუგეს კი არა, იქ მორიგდნენ რაღაცას. მესმის რა თქმა უნდა. მან 14 ივნისს იყო ჩანიშნული, ნუ ამერიკელებმა ჩანიშნეს ტრამპის დაბადების დღესთან დაკავშირებდა. აი ირანელები ისეთები არ არიან ახლა რომ აღმოსავლეთია. ხო, ნუ აღმოსავლეთია ხო ახლა მაგათ ასეთი რაღაცეებით ვერ დააბოლებ და გაწელეს სპეციალურად და 19-ში იყო ჟენევაში ჩანიშნული, მაგრამ ონლაინ გააკეთებინეს. მასუდ ფიზიშკანმა და ტრამპმაც მოაწერა ხელი და ძალაში შევიდა. და რას გულისხმობს ახლა ურთიერთგაგების მემორანდუმი? ეს არ არის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება. ძირითადი საკითხი, ეს არის დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე. არა მარტო ირანის წინააღმდეგ, ირანმაც უნდა შეწყვიტოს პროამერიკული ისე ბჭყალებში თქვა, იმიტომ რომ იქ ამერიკული ბაზები რომ მდებარეობს არაბულ ქვეყნებში, ეს ახლა პროამერიკულობას არ ნიშნავს უბრალოდ ვექტორია ახლა პროდასავლური თავისთავად, მაგრამ არის საკითხები, სადაც იქ ამერიკის იმას ინტერესებს რატარებენ, თუნდაც ეხლა რომ არც ერთ მარმიცა საკუთარ ტერიტორია ირანის დასაბომბად, ამიტომ პროამერიკული ამ კუთხით და მარიონეტებად თლად ვერ ჩათვლი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ზიანი მიიღეს ამ სახელმწიფოებმა იმ გაშვებული რაკეტები და დრონებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი თითქმის 97% ჩამოაგდეს, მაგრამ ის 3% საკმარისია ქუვითის ბაჰრეინისთვის. დუბაის შეხედეთ. აბა. ამ ხელა როგორი ის ქონდა, ხო, არაბულ ქვეყნებზე ვისაც საუბრობ ნავთობონარქიებზე უბრალოდ. ყველას ახსენდება დუბაი, ხო? ყველა იქ ჩადის დუბაიში მიდის იქ დუბაი. ყველაზე უსაფრთხო. ხო, სინგაპური, ხო, ესე კვანძები რო ჰონკონგი ეს ფინანსური ცენტრები დუბაი. ეხლა რა არის დუბაი ამ კუთხით? ვინ ჩადებს იქ ფულს? იმათ ინვესტორს ხო იქ ათობით მილიარდს ოდებს, იმას ყარე გარანტიები ხო ჭირდება იქ ოფისებს და იმას ხო რაღაც დატა ცენტრებს. და ამას ახლა ყოველდღიური დანაკარგი 700 მილიონამდე იყო დოლარი დუბაის ამ კრიზისის იმაზე. და იქ ახლა იქ ანგარიშობენ კალკულაცია და ჩვენ ვითვლით ახლა ბაზარში რომ მივდივართ რა ვიყიდო და ახლა იმათ შემოატყუებ იქ იმას გამოაპარებ რა რაждდება და ეს გაანგარიშებული და ზუსტად მათი მარტო სამხედროზე არა, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე, ნავთობგაზის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, აგერ სულ ბოლოს ქუვითის აეროპორტი დაბომბა ირანმა.
დიახ. შუაში ქუვეითის აეროპორტი იქ სამხედრო დანიშნულებას არ იყო, მაგრამ დაბომბა, იმიტომ რომ მათი ესე იგი კაპიტალ დაბანდება ეს ინვესტიციების სახით ამ არაბული მონარქიების ეს ტრილიონს ხდება სხვადასხვა ქვეყნებით. მარტო საუდის არაბეთის ინვესტიცია იმ ინდონეზიაში არ ვიცი 50 მილიარდს ხდება. ეს ერთ ქვეყანაში. და ერთ ქვეყანაზე მაქვს ოღონდ 100 მთელ სოფლიოს და იმათ გავლენები აქვს ფინანსური და თავისთავად აი როგორც შენ აღნიშნე რომ ეს ინტერესები ამ ფინანსური ცენტრების გადაწონა მათი ესე იგი სურვილი რაკნამ ხო ამბიციები ბოლომდე მიაწონ ირანს თუ არა და მეორე მომენტი ახლა რაც იმ კონფლიქტის პერიოდში გამოჩნდა ფაქტიურად ამერიკამ აი ამ კონფლიქტური სიტუაციით მეორე ეს ფაზა ხო პირველი ფაზა შარშან იყო დიახ აქტიური ფაზაზე თორე პროქსი ძალებით სულ მომდნენ შახის დამხობიდან ფაქტიურად ირანს გეოპოლიტიკური ბერკეტი ჩაახუტა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გავიხსენოთ ეს ერახთან გაუკანონასავით რა გაუკანონა და აჩუქ ანუ ჯილდო გადაასა ტრამპმა პირადად ასე ირანის დასვა პირველ ადგილზე და ჯილდო მისა გასახები ჰორმუზის სრუტის ხა რას გულისხმობ ამ იმას ხა მაყურებელმაც რო გაიგოს იმიტომ რომ ჩვენთან ინტერპრეტირება სხვანაირად ხდება ანუ ვერ ხარშავენ ეს არა აქვს ემოციურად ხო ემოციურად უყურებენ სხვანაირისა და ემოციურად აგერ გადახედეთ ახლა ის როგორი ვითარება რა მოცემულობაცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ასე იქნება სულ ეს ახლომოსავლეთია ახლა შეიძლება ეთერი რომ მორჩეს სხვა კონფიგურაცია დაალაგდეს მაგრამ ძირითად მომენტებს გამოყოფ აქ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანს არ მოუხდენია ირან-ერაყის ომის პერიოდშიც 8 წელი ომებოდა, როცა ერაყი სადამ ჰუსეინის ერაყი შეიჭრა ირანში, შახის არმია იქ დასუსტებული იყო, გენერლები დახოცეს და ჩათვალა რომ დასუსტებული არმია და შეუძლია ირანის ხუზისტანის არაბისტანად წოდებული პროვინციის დაკავება. ვერ დაიკავა, გაიწელა ომი და ეხმარებოდა მთელი სუნიტური სამყარო, ეს არაბული ქვეყნები. საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა, ამერიკაც ეხმარებოდა და რაც ყველაზე პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს, როცა ნახეს რომ სადამის ჯარები იმარჯვებდნენ 82-83 წლის პერიოდში დაიწყეს ირანის დახმარებაც ისრაელმა და ამერიკამ. ისრაელის პილოტები წვრთნიდნენ თეირანის ჩრდილო ნაწილში იმაზე რომელიც ნაწილია ეს დამოიწყო ჯამშიდის თუ რაღაცნისა ელიტური დასახლება იქ წვრთნიდნენ ირანელ პილოტებს იმიტომ რომ არ უნდათ სადამ ჰუსეინის გამოსულიყო კონტროლიდან და შემდეგ ხო გავიდა კონტროლიდან და ხო მოუწიათ ამერიკას მერე შეჭრა. ამიტომ ჭირდებოდათ ირანის ისის კუთხით დაბალანსება ის რა ხო მიუხედავად იმისა რომ ანტიამერიკული ანტიისრაელური რეჟიმი მოვიდა ირანში 79 წელს და მაშინ არ მოუხდენია ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა რომ შეეწყვიტა ნუ ისინი ხო ახლა დაფინანსებდნენ სადამ ჰუსეინს ეს ნავთობმონარქიები და ისინი ვაჭრობენ იმით ხო მაგრამ ამჟამად ირანს ქონდა ყოფნა არ ყოფნის საკითხი არა ეგზისტენციური ხო მაგამდე მივიდა მაშინ იყო ტანკერების ომი ტანკერებს ბომბავდნენ იქ სხვადასხვა დროშების ქვეშ ტანკერებს და მერე მაგით უკვე ახლდათ სამხედრო ეს რო არის ესკორტი იცავდნენ იქ ამ ტანკერებს და ნუ ერთი სიტყვით მაშინ არ მოხდა ეს. ეხლა როცა უკვე მივიდა ირანის ყოფნა არ ყოფნის საკითხში ეს მუქარები ამ 10 წლის განმავლობაში აი ღლიცინის იმატოლფასად იყო ჩვენთან ხო მითუ ჩვენთან ხო ყველაფერზე ღლიცინებენ და ეხლა მაინტერესებს აი მოღლიცინე ხალხის რეაქცია ეხლა არის სასაცილო? ჯო ვილსონის რეაქცია? ჯო ვილსონზე მე დილით დავწერე მაგას პოსტი ხო, იქ. იმიტომ საინტერესოა საქართველოს, ესე იგი ირანის ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერა ხდება საქართველოს გავლით. თან არ უხსენებია საქართველოს გავლით შეიძლება გვირაბში გადის თუ სომხეთი თუ აზერბაიჯანი. სომხეთთან ალაგებენ ურთიერთობას პროდასავლურ ვექტორზე გადადეს. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. აბა ეხლა მაშინ უნდა დაასახელო. მაშინ უნდა დაასახელო, იმიტომ რომ თუ ასია როგორც ეს ბებერის იძახეს, ახლა სხვა რაღაცას კიდე ვიტყოდი, მაგრამ მე არა, სხვა რაღაცას ბებერ რაღაცას მივაწერდი. მისი პრობლემა რომ მარტო ის იყო. არა, ნუ ბევრიც იჯერებს ჩვენთან კაცო, აქ შენ რა ჯო ვილსონს ასწავლიო იმას. მათი გონებრივი. ხო და ახლა ჯო ვილსონის იმას ასწავლიო, იმან იცისო. კი, მაგრამ თუ ასია, მაშინ საქართველოს ტანდემშია რომელიღაც ამ ორ ქვეყანას შორის, რომ ირანიში როგორ გადის მაშინ კაცო.
სხვადასხვა ეს ახასიათებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე მახსოვს, როდესაც ისლამური უბრალოდ სახალიფო არსებობდა, ისლამური სახელმწიფო ტერორისტული სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში იყო აპარაკი, რომ პანკისის ხეობა ამარაგებს სახალიფოს ბოევიკებით და საერთოდ არ იყო ნახსენები, როგორ ამარაგებს პანკისიდან პირდაპირ საზღვარი საქართველოსსა და იმას არ ქონდა ხო სახალიფოს. იქ საერთოდ არ იყო ნახსენები თურქეთი, მაშინაც ასე და მაშინ წერდა ამას სახელმწიფო დეპარტამენტი. ეხლა ამბობ ჯოუს დაახლოებით ლოგიკა იგივეა. ის ვერბოვკა ის მიდიოდა ყველა მიმართულებით. არა, ეგ რა თქმა უნდა ხა და არა ამარაგებს, ანუ აქედან გადადიანო. არა, ამარაგოს სიტყვაც ისეთია ხა, ამარაგებს ერუნება ისა. პანკისის ხეობიდან გადადიანო, ამაზე იყო ლაპარაკი და ეს იყო კომიკური და თურქეთი ნახსენები იყო, თუმცა ყველა მიცოდა რომელი ქალაქიდან გადადიოდნენ. იმ ბოევიკების 2015 წლის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშია თუ მაგათ იმ თემას შევეხოთ. ყოველ წელს 40, ესე იგი 100 ქვეყნიდან 40000-ზე მეტი ბოევიკი არის შესული და ის არ უხსენებიათ იმ სახელმწიფო დეპარტამენტის დათქმაში რომ საიდან შევიდნენ. თურქეთიდან 95% იქიდან შევიდნენ. არასდროს არ ახსენებდნენ ანგარიშებში. ანუ ახლა ესე იგი და იგივეა ჯოულსონი რომ თქვი. ანუ იძულებული იყო ამერიკის შეერთებული შტატები რომ დაედო ასეთი გარიგება. და თუ მომგებიანი ეს გარიგება მისთვის. ეხლა გეტყვი, ახლა იმ ჯოულსონის იმას დავასრულებ ახლა მოკლედ. ეხლა მაგან ასეთი ბრალდებები ხო? არა, არაფერი არა გამორიცხული, მაგრამ კითხვები გიშდება კაცო, თუ საქართველოსთან მოაყოლე ხაზი, ხო? ესე იგი ეს ინფორმაცია თუ რომ საქართველოს ამას აკეთებს, ესეც სადაზრო ინფორმაცია თუ გაგაჩნია. შემდეგ როგორ მიდის? ეგ სომხეთის საზღვარზე გადის, საბაჟოზე იქატარებენ. ხო, მაშინ იმათთან კავშირში, თუ აზერბაიჯანთან კავშირში ვარ, თურქეთის უნდა მიაყოლო. კი ბატონო. და ახლა არც იმას აყოლებ, არც ამას აყოლებ, მაგრამ მიჩნდება კითხვა რომ ტიპიური კორუმპირებული ის ხარ, ხო, ბებერი ისე, უკაცრავად აძირალ ადამიანი. და ეხლა რას ატყობს ეხლა? თუ ირანის რეჟიმი ტერორისტულია, როგორც აცხადებენ და ტრამპიც აცხადებდა 46000 მომიტინგეზე დახოცესო. ეხლა რატო აფორმებთ ამ რეჟიმთან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რატო მოხსნით სანქციებს ნავთობის ექსპორტზე და რატო მურიცხავთ მილიარდებს, რომელიც აგერ ირანიდან მომწერა მეგობარმა პირველი მილიარდები უკვე ჩაირიცხაო იმაში. დუბაიდან ჩაიტანეს. და კურსზე ეთყობაო, კურსი იყო ის ხო ის ჰიპერინფლაცია იყო. ნუ ზუსტად იგი ანუ რა გამოდის ეს ალჯულანი რომ თქვათ ადამიანებს თვითონ კვეთდა თავს და უცებ ეროვნული გმირი გახდა. ეს გავრცელებულისა მაგ არა, მე ვამბობ ლოგიკა არის იგივე რომ ერთ დღეს არის ტერორისტი და ამიტომ შენ უნდა უმტრო, მეორე დღეს ის ტერორისტი არ არის, ის მასთან გარიგებას გააფორმებს, მაგრამ შენ გაიძულებს რომ უძახო ტერორისტი. აქ ეს ლოგიკაც საინტერესოა. ხო და ეხლა ამ ლოგიკით თუ მივყვეთ, მაგრამ როგორც ჩანს ლოგიკით არ ბჯილობენ კაცო, პირადი ინტერესებია. თუ პირადი ინტერესია მეც შემამაწყო მეც მიხვები პირად ინტერესს კაც. რა თქმა უნდა. შენ თუ ირანთან ვაჭრობ, მე რატო არ უნდა ვივაჭრო ირანთან? ამიხსენი რა ლოგიკით? ხო, ნუ იმიტომ ჩვენ დაბალი ღობა ვარ და დაბალი ღობი არ ნიშნავს ყოველთვის დაბალი იმას, ხო? აზროვნება და იმას. ხო, აზროვნება კი ბატონო. და ბატონო, ამერიკამ რა ხეირი ნახა ამ შემთხვევაში? ხო, ანუ დამარცხა თუ არა, თუ იძულებული არა, ეს ასეთ სიტყვებს მე არ ხმარობ. კი ბატონო, მაშინ თუ შეიძლება ამ შესახებ რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, რეკლამის გამო მცირე ხით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა და აგველოდეთ მალე დავბრუნდებით. ბრუნდებით ეთერში განმაგდებით საუბარს ჩვენ სტუმართან, ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან და ბატონო ვასილ ამ მემორანდუმით როგორ ჩანს ამერიკამ წააგო, ამერიკამ მოიგო, ირანმა წააგო, ირანმა მოიგო და როგორია ფინანსური და პოლიტიკური, სამხედრო პოლიტიკური მდგენელი ამ მოგება-წაგების. ხო, უყურეთ, მე თვითონ ახლა როგორც მკვლევარი თვითონ შესაძლოა მიმაჩნია ასეთი შეფასება ზოგადად საკითხს ასე და დასმა, რომელი მხარემ მოიგო რომ მომაისახა. ირანი იძახის რომ პირწმინდად გაიმარჯვა, ამერიკა იძახის. არა, გარედან როგორ ჩანს, ესენი იტყვიან რომ მოვიგეთ. აქ უყურეთ, პრაგმატული მიდგომა ორივე მხრიდან. ამერიკამ რატო შეწყვიტა? იმიტომ რომ იმ ფორმით იქ დემონსტრაციების წახალისები და სხვადასხვა სამართლიანი მოთხოვნებით მოსახლეობის ამდენი 50 წლამდეა თითქმის სანქციების ქვეშ იმყოფებიან და არის მთელი რიგი პრობლემები და ახალი თაობა რომ მოდის, ნუ კითხვები აქვს ხელისუფლების მიმართ და რამაც რადიკალური ფორმები მიიღო. ახლა ისეთი საპროტესტო აქციების წახალისებით ხელისუფლების აქციება ვერ მოხერხდა. შემდეგ გაუნადგურეს სამხედრო პოლიტიკური და სასულიერო ხელმძღვანელობა, არ ჩამოიშალა სისტემა, შეეცადა შიგნიდან ხეთქილება მომხდარიყო ამ ელიტებს შორის, ეგრეთ წოდებულ რეფორმატორებს და კონსერვატორებს შორის, ეს არ მოხდა. შეეცადა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წახალისება ქურთების მეშვეობით, არ მოხერხდა
და საუბრობდი ინტერვენციის იმაზე. ინტერვენციის შემთხვევაში უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია რანაირად უნდა მოხდეს ეს, საიდან უნდა მოხდეს და რა შედეგზეა ორიენტირებული და ახლა მე მგონი ახლა პენტაგონში ძალიან კარგად იციან ჩვენზე კარგად რის შედეგი იქნება მომტანი და ვერაფერს ვერ შეძლებენ საერთოდ. ახლა ირანს კი შეიყვანეს შუა საუკუნეებში, მაგრამ იმათთვის ეს ჩვეულებრივი ის არის და მეორე მხრისთვის უღირს ახლა 10,000 დაღუპული ჯარისკაცი და რის სანაცვლოდ. ბირთვული შეთანხმების მისაღებად ირანი წამოვა, ოღონდ თუ რამე მიიღოს, მაგრამ შენ რო გინდა პრიკაზნოი ტონით რო ასე არ წამოვა ირანი. ვერ წამოვარტყა ირანს ასე რა. შეგიძლია ბომბო, მაგრამ მოლაპარაკებებზე თანაბრად თუ არ იქნა გათვალისწინებული მათი ის ახლო აღმოსავლეთი ნინო არავე არც ერთი არ არის ირანის გარდა ასეთი ხანგრძლივი იმპერიული ისტორიის მქონე. სხვადასხვა დინასტიის ახლა ჩვენ გვახსოვს და ვამაყობ დავით აღმაშენებლის ეპოქა და ჩვენ ვენაცვალეთ იმ თაობას და მარტო დავით აღმაშენებელი ხო არ იყო ეს მეომრები და მოხელეები ვინც ემსახურებოდნენ და ქმნიდნენ ძლიერ საქართველოს ჩვენ გვიყვარს ისინი ხო ყველანი და ახლა ირანელებსაც რატო დავიწყებ ახლა თავის იმას დაწყებული აქემენიანთა იმპერია სასანიანთა დინასტია და შემდეგ მოყოლებული დღემდე. ყოველთვის იმპერია იყო და ამაყობენ ისინი ამით. მიუხედავად იმისა მე აქ აღნიშნე რომ ეს ირანული სპარსული ნაციონალიზმი ერთვის რელიგიურ იმას ფანატიზმს. ხო, აი საკმაოდ 20 წამი მჭირდება რო ახსნა, იმიტომ რომ მე ირანის ახლა ვიკლებ 20 წელზე მეტია განსაკუთრებით ბოლო შახის პერიოდს, წიგნის ვაკ ამაზე გამოცემული და ძალიან საინტერესო. უბრალოდ ხო რელიგიურმა პირებმა ხო დაამხეს შახი, იმიტომ რომ შახის რეჟიმი, შახი კი იყო მოწმე ადამიანი, მაგრამ ისლამისტი არ იყო, არ უნდა და სახელმწიფო ყოფილიყო შარიაძე და რელიგიურ კანონებზე დაფუძნებული. ტიპიური დასავლური კანონმდებლობით ემართა, ოღონდ ახლო-აღმოსავლეთი ახლა ეგ რეპრესიული რეჟიმის გარეშე არ გამოდის. მან რელიგიური კომპონენტი შახის სიმბოლიკაში, იდეოლოგიაში არ იყო. რელიგიური კომპონენტი. იყო პრეისლამური ირანის პატივისცემა და ბოლო-ბოლო ამის დასტური ავიღოთ შახის კორონაცია 67 წელს, 71 წელს ირანის 2500 წლის სლოვანის პომპეზური მონარქიული სახელმწიფოების აღნიშნა და იმპერიული კანონის კალენდრის შემოღება ნინო მუსლიმურ სახელმწიფოში. მუსლიმური კალენდარი შეცვალა 76 წელს შახმა. იმპერიული შემოიღო, ანუ 1400 1300-ის კი არა, ანუ ეს როგორ არის მაგათ ეს მუჰამედის მექაში ჩასვლა თუ როგორ ისლამის მიღებიდან როგორ ითვლება ხო ეს მუსლიმური კალენდარი და შახმა აიღო პრეისლამური ირანი და 2500 წელი ახლა ირანში იქნებოდა 2560 და რაღაც წელი იმ კალენდრით იმ დონეზე იყო ეს დაცლილი მაგრამ მე რო ვიყავი ირანში რამოდენიმე წლის წინ კონფერენციაზე ახლა ხო თეოკრატიული რეჟიმია ეს მან როცა გამოგვიტანეს ეს ნუ იქაური ახლომოსავლური სტუმარ მასპინძლობა არ ეშლებათ მაგათ ეგ ხილი ხო ეგ ვაშლი რაღაცები და იქ თვითონ იმას ჭურჭელის იმას რომ დავაკრდი დანაზე გამოქარგული იყო აქემენიანთა პერიოდის ჯარისკაცი ოღონდ თქვენ ანუ ესე იგი ისლამური რეჟიმია და ეს იყო მაზდიანული ცეცხლთაყვანისმცემელი პერიოდის ჯარისკაცი აქემენიანთა იმპერია რაც ეთაყვანებოდა შახი ხო და უბრალოდ ამის ხო ამას უსმენ ხაზი რომ ეს არის მანდ შახის რეჟიმი რო დაამხეს მან სხვა მიზეზები იყო მაგრამ ამის მიმართ აქვთ მაგალ ტოლვა და პატივისცემა და სიდიადესის ეს არ ნიშნავს ჩამოწერილი რო და ისლამის მიღებიდან აკათვლა მაგათ უბრალოდ ამას ვერ გაიქცევი ახლა შეიზმია მათი რელიგიური დოქტრინა ხო და აი ეს არის ირანელების ეს იმპერიული აზროვნების ის და ამათ ასევე რა იძულებს შენ რაც დასტურდა კიდევ თორე რომ შეეძლოთ ამერიკას საპროტესტო აქციებით ან რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფების წახალისებით წააქცევენ დიდი ხნის წინ ბაშარ ასადი წააქციეს და ამერიკამ რა ხეირი ნახა აქედან არა უყურეთ ახლა რა ხეირი რა ნუ ჯერ ერთი ახლა მისთვის მომგებიანი იყო ეს მემორანდუმი თუ უყურეთ თავისად ამერიკა თავის ინტერესს შადებს, იმიტომ რომ იქ ირანი მიდის ბირთვულ საკითხში დათმობებზე. იმიტომ რომ ახლა ირანელების ადგილას რო წამოვიდგინო ჩვენი თავი. ახლა ერთად აგვიფარს, მაგრამ უბრალოდ ლოგიკა ახლა სიმპათიებზე არ არის საერთოდ საუბარი. თუ გინდა გაიგო მეორე მხარეს ის უბრალოდ უნდა წამოვიდგინო ერთი თავი. აგერ ნათელი მაგალითი ახლა რამდენჯერ მქონდა ამაზე ეთერში საუბარი. რუსეთში აფხაზეთთან ხო რუსებთან რამდენი ხელშეკრულება დავდო და რამდენჯერ დაარღვიათ. ხო და ხო დავმარცხეთ ხო ბოლოს იმ აფხაზეთში ხო მოგვატყუეს ამ კუთხით. და მესამეჯერ კიდევ დაუждებით იგივე ხელშეკრულებას დავდეთ რუსეთთან. არა, ხო უნდობლობა გვაქვს ტოტალური.
და იგივე აქვს ირანელებს ახლა ხო რამდენჯერ დადეს ხის მიდიოდა მოლაპარაკება ვენის ხელშეკრულება ამერიკა გავიდა 2018 წელს და ჩაიშალა ის შარშან აგერ მიდიოდა მოლაპარაკებები დაბომბეს ეხლაც მიდიოდა წლის დასაწყისში დაბომბეს და ეხლაც რომ მიდის ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ირანი არაპირებს ბირთვული ბომბის შექმნას იმიტომ რომ ეს დაარღვევს ძალთა ბალანსს თურქეთის შექმნეს საუდის არაბეთის შექმნეს ეგვიპტეს შექმნეს და რა ხეირი ირანს იგივე სანქციები იქნება დაწესებული და პლუს დამატებით ამდენი ბირთვული მეტოქე გაუჩნდება გვერდით და არ ყოფნის აგერ ბირთვული პაკისტანი რო ყავს. მისთვისაც ხელსაყრელია ამ პროგრამაზე. თავისთავად, მაგრამ გარანტიები ჭირდება, გარანტიები. ამიტომ ამაზეა საუბარი, ანუ ვინ უნდა გახდეს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის გარანტორი. და აი პირველი ტრანში მაგაზეს ჰქონდა დაწერილი რომ ის გავცელდა ეს ინფორმაცია ისრაელის იმაში გავცელდა ბენიამინ ნეთანიაჰუს თავრობასთან ასოცირებულ მედიაში მან რომ უკვე ესე იგი რომელ თვეში იყო მაგი ტრამპა დართო ნება რომ ეს ერთი თვის წინ ხო და ტრანში განეხორციელებინა ნებართვა რომ გადარიცხები ხო? როგორც ჩანს ახლა ჩვენ მაყურებელიც ამას თვითონაც მიხვდება მაგრამ ამის კონსტატაციას გავაკეთებ ეს ამერიკამ იმიტომ გააკეთა რომ დაანახოს რომ თავის მხრიდან ის ასრულებს ვალდებულებებს. ირანს ხო უნდა დობა. ამერიკამ თავის მხრიდან ნაბიჯი გადადგა. როგორ უნდა დაარწმუნოს მეტი ირანის სხვა კუთხით, აგერ მეგობარმა თუმწირი რომ უკვე პირველი ისინი ჩაირიცხა. ანუ კურსზე დაეტყო. კურსზე მითხრა, კურსის ვალუტა დაიკლო. ეს პირიქით სულ მატულობდა ეს. რითია კონტაქტები? ის უკვე ინტერნეტის ის არ აქვს უკვე ის პრობლემა. შეზღუდვა არ აქვს? ხო, არ აქვს, მაგრამ ისეთი არა, როგორც აქტიური ფაზა იყო. ხო და დობა რო არ არსებობს, ასეთი დიამეტრალური ის აქვს, ხო, დაპირისპირება. რეგულარულ დონეზე რა შეურაცხყოფა მიაყენა ირანმა, იმას ამერიკას და ეს რატაშორის ამაზე მქონდა გუშინ ეთერში საუბარი რომ ეს საელჩოს აღება აი დამამცირება ახლა ჩხუბში ახლა ქართველებსაც გვეცოდინე სხვებთან არ ვიცი როგორ მაგრამ ჩვენ ჯობია მაგრად გცემონ თუ ჩხუბია ვიდრე პანჩური ამოგარტყან აი პანჩურის ამორტყმა იყო ის იმით რომ ამერიკას ვერ ცემდა ირანი ის იყო პანჩურის ამორტყმა დამცირება იყო ამ კუთხით სილა გააწდა აი აპადლიცა თუ რა სიტყვიან ქუჩურად იმას ხო ხო და იმის მერე ახლა დააკონსერვა ირანის ის დააბრუნა შუა საუკუნეებში და ის თანხაზე რომელიც საუბრობს ირანი 300 მილიარდი რომ განვითარების და რეკონსტრუქციის ფონდი რო შეიქმნეს ეს ამერიკა არ უხდის მაგას ეს შეიქმნება ერთობლივია არაბული ქვეყნების მონაწილეობით ხო და 300 მილიარდი არის მიზერული თანხა ნინო იმასთან რაც ირანმა ზარალი ნახა თვითონ შახის დამხობის შემდეგ იქ ტრილიონობზეა საუბარი ამ სანქციების გამო რა სანქციების გამო ერახთან ომის გამო იმ მაიმუნობების გამო რაც რეგიონში მოხდა იმ ავანტიურების გამო სადაც ირანმა თავით შეყო ახლა ყველაფერი იმეთი არა თქვაც ახლა ისინი ანგელოზებიც კი არ არიან მაგრამ როგორც ხვები აკეთებენ იმას აკეთებს ირანს რეგიონულ დონეზე ანუ ეს მაინც დროებითია ხო თქვენ ფიქრობთ ამ ეტაპზე არა უბრალოდ დობის აღდგენის კუთხით ამერიკამ თავის მხრივ ნაბიჯი გადადგა ეს ირანს აჩვენა რომ ეს ამას აკეთებს. იქ ახლა იმ მემორანდუმში, ურთიერთგაგების მემორანდუმში თავისთავად ეს ცეცხლი შეწყდა ყველა ფრონტზე. იქ ისრაელიც იყო ნახსენებენ უბრალოდ ლიბანური ხეზბოლა. რომ მან შეწყდეს ისრაელის ნამდვილად ის ისრაელის ინტერესების უნდა გადაიცოს თორე ამერიკამ თავისი ისე რო გააკეთოს აქეთ და აქეთ ისრაელი ბომბოს და ისე გაგრძელოს ეს არ აწყობს ახლა თავისთავად და როგორც ირანი გარანტიებს ითხოვს მყარ გარანტიებს ამერიკაც ითხოვს რომ მოდი შეწყვიტე ეს და კი ბატონო შეგვიძლია და ამერიკას აქვს ყველა რესურსი ამ მიმართულებით რადიკალური გამოიწვიოს ცვლილებები დობა თუ აღდგეს აი სანამ დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება რთულიანი ნო მაინც ამესის რა იმიტომ რომ ის ორთვიანი ვადა ახლა 60 დღე როდი დაინიშნა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ რომ უკვე წავა პირდაპირ ბირთვული ირანის ბირთვულ საკითხზე საუბარი იქ რამდენი ის იქნება ირანის გამდიდრების ურანის გამდიდრების უფლება გამდიდრებული ურანის რაოდენობა იმას რა მოუვა იქ გააზავებენ და ქვეყანაში დატოვებენ იმის იმას უფუნქციო თუ ქვეყნა გაზიდან მეეჭობა რომ ქვეყნა ნებართვის ის მისცენ გატანის ხო მე პირადად არ მივცემდი იმიტომ რომ დობა არ ამარდა ეს რო გავიტანო შეიძლება მეორე დღეს დაგარტყას და მე უკვე დარჩება ჰორმუზის ურთის ბერკეტი და არა ეს და იმას შეიძლება ის ცოტა ხანი უფრო შეიძლება მოითმინოს და იმან ამერიკამ და ბომბოს მაგრამ ამასთან ერთად აქშენ შეგიძლია შანტაჟის კუთხით ის გაუწიო ხო რომ შევქმნი ბომბს და ირანი დიდი სახელმწიფო იქ იმხელა
კატაკომბებია იმ თებში ჩაშენებული, სხვათა შორის ამაზეც მე ის უბრალოდ ყური მოვკარი, ეს კარგად არ მაქვს შესწავლილი, იმიტომ რომ ახალი ინფორმაცია რა, სანამ ეს კონფლიქტი არ იყო ასე მისული, ეს ბაზების წერტილოვანი დარტყმები თებში არის ჩაშენებული, იქ რო იძახდა ამერიკა ჯერ იძახდა ის რაკეტო პოტენციალი გაუნადგურეთო 90%-მდე, მე 50%-მდე, ეხლა თითქმის 80%-მდე აღედგინაო. და რანაირად ახერხებს, კაც თუ ყველაფერი გაუნადგურე, მე ამას მოყვა საუბარი ამერიკელებს მხრიდან, რომ ექსპერტები საუბრობენ, ეს მთებში არის ჩაშენებული ბუნკერებში და იმ მთებში ჩაშენებული ეს ბუნკერები ჩრდილო კორეის სპეციალისტები ეხმარებოდნენ. მაშინ იყო კიმ ირ სენი. ეს პირველი დიქტატორი, კიმების დიქტატორების ის მაშინ 80-იან წლებში დაიწყო ირანმა ამის შენებლობა. ხო და თუ ამის გათვალისწინებით ირანს აქვს ამის პოტენციალი, რომ ეს ბირთვულ საკითხს მიხედოს, მაგრამ არ უნდათ, იმიტომ რომ არაფრის მომცემია რო შექმნას ბირთვული ბომბი რო შექმნას, საერთოდ არაფერს არ მიცემს ირანს ეს. უბრალოდ არ დაარტყამ, მაგრამ არ დაარტყამ ეკონომიკურად ასე იქნება სულ ჩამორჩენილი. მაინც ესე იგი ჩვენ გავთ ერთი წუთი გვაქვს და რო შევაჯამოთ. ჩვენ მაინც ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, მხარები დარწმუნდებიან თუ არა, უნდა ენდონ ერთმანეთს და ამასთანავე ეს ნდობა შეიძლება ორ თვეზე მეთხანს მაინც არ გაგრძელდეს, არა? კი ბატონო, იქ ნებისმიერ მოვლენას შეუძლიათ ისევ ჩაშალოს, იმიტომ რომ არასანქცირებული ირანი, პოსტსანქციური ირანი, ეს უკვე რამხელა ისა პოტენციალი მსოფლიო ბაზაზე ენერგორესურსების გასვლის კუთხით. ეს რუსეთის კონკურენტიც არის, თურქეთის, საუდის არაბეთის, ზოგადად ნავთობმონარქიების, მაგრამ შეიძლება ამერიკას გამოადგეს. ერთი ნავთობის ენერგორესურსების ბაზის დასარეგულირებლად და მეორე კუთხით ირანის პროქსი ძალების აქტიურობის შესასუსტებლად. ხო, რას აგებს ამერიკა ამ კუთხით? არაფერს. იგივე ჰეგემონად რჩება, უბრალოდ ირანისგან თავის ტკივილი არ ექნება. ხო, ჩვენთან რაღაც ესეთი განსა რომ აი ამერიკა დამარცხდა, იმიტომ რომ არაფერი დამარცხებულა რაც გარიგნებს სარფიანად და რა თქმა უნდა, ეს სარფიანობა ჩვენთვის უცხოა ხოლმე, ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის დიდი ნაწილისთვის სამწუხაროდ. ჩათ ჩემ და სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოვიწრო ერთხელ კვირას აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ძალიან დააწრულებით რომელიმე კვირას ამ თემაზე. ბატონო ასელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე თქვენ გემშვიდობებით.